გამარჯობათ ხალხო, მოგესალმებით რა. გუშინ დავდე ვიდეო ძველ თბილისში ისე ბოტანიკური ბაღისკენ რო ავდივართ. მან ეს არის მეჩეთი არის ერთი, სადაც ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი პირადად ამ ჩამოსულ მიგრანტებს, არაბებს, არავინ დაიჯეროს, რომ მან ადგილობრივი აზერები და ადგილობრივი ხალხი არიან, რომლებიც საუკუნეებია უკვე საქართველოში ცხოვრა, არა, გენაცვალ ლეგენი არიან, ახლად ჩამოსული, ახლად გამომწვარი უცხო ტომელები რა. და რამოდენიმე კომენტარში დამიწერა, რომ მერე რაო კაცო, ესენი ხომ მხოლოდ ლოცულობენო, ჩვენო რა უფლება გვაქვს, რომ ამ ხალხსო ისა რა ქვია აუკრძალოთ ლოცვა, აუკრძალოთ რაიმეო. არავინ არაფერს არ უკრძალავს რა. მაგრამ როდესაც შენ სხვა ქვეყანაში ჩადიხარ, ელემენტარული არის, რომ მით უმეტეს ქრისტიანულ ქვეყანაში რო ჩადიხარ, გინდა მუსლიმი, გინდა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ელემენტარული არის, რომ შენ იქ დემონსტრაციულად არაფერი არ გააკეთო და თავზე ხალხს არ გადააჯვა, დავასრულებ ბოლომდე. და სხვათა შორის ამ ხალხთან, როცა არაბებზე, როცა მიდგება საქმე და როცა არაბებზე როცა არის საუბარი, კარგად უნდა იცნობდეთ ამ ერს, კარგად უნდა იცოდეთ რანაირი ხალხი არის, რა კულტურის მატარებელია, რამდენად ამპარტავნები არიან, რამდენად ქედმაღლები არიან და რამდენად ფეხებზე კიდიათ სხვა ყველა დანარჩენი, როცა თავისი პირადი ინტერესების გატარება უნდა. აგერ მარტივ რაღაცებს მოგიყვებით. მე ძალიან ბევრი შეხება მქონია. მეც და ყველა ბევრ ქართველს, რომლებიც დღეისობით ჩუმად არიან და უბრალოდ ტკბებიან რაღაც ერთი დღის ფულის შოვნით რა. და ეს არაბები, ტურისტად ჩამოსული არაბები, ერთხელ იყო შემთხვევა, რომ არაბი მეუბნება, რომ საქართველოსო არა რაცო აქო არაბული საჭმელებიო რო გაქვთო, ჯერ საერთოდ ქართულს ვერ აჭმევ. რო შესთავაზო ხინკალი მაგალითად, ხო? ხო, კარგი, არ ჭამ დალოცვილო ხორისხორს, გასაგებია, მაგრამ გვაქვს ცხრის ხინკალიც და არის კიდე საქონლის ხინკალიც, ხო? ხო არის რაღაც ისეთი, რომ არ არის იქ ხორი შერეული. ამას ვერ შესთავაზებ. არა, პრინციპულად უნდა წავიდნენ, გაგებული აქვთ არაბული რესტორნები, სადაც არაბი მზარეულები არიან და აკეთებენ რაღაც ტრადიციულ არაბულ საჭმელებს. ქართულს არც კადრულობენ. ქართულისკენ არც იხედებიან საერთოდ. იმდენად ფეხზე კიდიათ რა, ჯერ მაგაში გამოიხატება მაგათი განწყობა ქართველების მიმართ. და ეს არაბი მეუბნება, რომ კაცო, თქვენო საქართველოს არაბული რესტორნები ვაფშე არაფრად კაპიკად არ გიორგეს, არაბული რესტორნები არ არის. მე უთხარი, კაცო, შედალოცვილო მომისმინე, უცხო ქვეყანაში რო ჩადიხარ, სადაც ხდება ქართულ არაბული რესტორანი. მაგაზე მადლობელი ხო უნდა იყობით. აი მე რო ჩამოვიდე მეთქი შენთან საუდის არაბეთში. თქვენ გააქვთ მეთქი ქართული რესტორნები მეთქი. აი მე არ მიყვარს ხორი იმისი რა ქვია. ცხრის ხორცი მაგალითად, ხო? აი მართლა არ მევასება დაუშვათ და არ მინდა რა, რომ ეს ცხრის მწვადი შევჭამო და ცხრის რაღაცა ქაბაბი შევჭამო. მინდა რომ რავი, ტრადიციულად მამაპაპურად შევჭამო ღორის მწვადი და ასე და ასე. გააქვთ თქვენ მაგის პირობა, მეთქი? არა. და აბა შენ ჩემგან რა გინდა? მერე ერთხელ ისევე მაგ არაბმა მითხრა გარეთ გორისკენ რომ მივდიოდით, ეს მუსლიმები იყვნენ, ხალიჩა ჰქონდათ გაშლილი რა, ნუ გორის ის რო არის smart, მან ჰქონდათ ხალიჩა გაშლილი და მოკლედ დაინახა, რომ ლოცულობენ არაბები ერთ სიტყვით რა და გააჩერეო და თვითონაც გაშალა ხალიჩა, ილოცა რაღაცა და
რო ჩამიჯდა მანქანაში მე რას მეუბნება იცი აი ესო მაგალითად რაც აქ ხდებაო ძალიან კარგიაო რა კარგიაო ეხლა ჩვენო მაგალითად ხო სხვა აი პირდაპირ ამ სიტყვას იძახდა ეს კაც სხვა სარწმუნოების მქონე ტურისტებსო გინდაც ტურისტულად ჩამოსულია ვიღაცა არ ანუ კანონიერად არ აქვს უფლება რომ დემონსტრაციულად ესეთი რაღაცები გააკეთოს და ხალხიც მაგაში შეეწინააღმდეგებაო და რამდენად რა კარგი ქვეყანა გქონიოთ რა რამდენად ნუ ეხლა ლიბერალური ქვეყანა გაქვთო ესე გამოვიდა რა და ვინც არიცით ეს არაბები რა ჯიშის ხალხია და რა შეგნების ხალხია ჯერ გაერკვიეთ ჯერ შეხება იქონიეთ მაგ ხალხთან და მერე ილაპარაკეთ მერე რა ესენი უბრალოდ ლოცულობენ აქ და რაღაც ესეთი რაღაცები მერე ილაპარაკეთ ნაგავს რო ჩაგიყრიან მანქანაში და იმხელა ნაგვიზე ბუნკერს რო დაგიხენებენ რომ აი თან რო გეუბნებიან გადაყარე რა ნაგავი რა თვითონ გიყრიან ნაგავს მანქანაში მოგიჯვავენ რა კაროჩი რა შიგნით მოგიჯვავე და გადაყარე რა ნაგავი რა ესე გეტყვიან რა რომ ეს გეგონება შენ ვალდებული ხარ მაგათი მოსაქმებული რომ შენ აფხიკო და იქიდან წაიღო რა და ჯერ გაიცანით კარგად ეს ხალხი და მერე წერეთ კომენტარებში რაღაცეები ხოლმე რა